ეხლა წერა მოკლე ვიდეოს რა, რატო უწერ ისი ვიდეოს? დავწერე დაახლოებით იგივე უკვე სტატუსად, მაგრამ სტატუსი იმდენი არ ნახულობს და ვიდეოს რატომღაც მეტი ნახულობს ხალხი და ამიტომ მინდა ჩაგიწეროთ რა. ხალხო, ამ რაღაცა ჩვენი ახალი პატრიარქი რაღაცა შეწყალება და რაღაცებს რომ ვიღაცები თხოვთ თუ თვითონ შემოაგდეს, ესე იგი ეს ქსივათ, ესე იგი საზოგადოებაში რომ ეს შეწყალების თემა დატრიალდეს და რაღაცა ესე იგი, ნუ თუ ვერ ხვდებით, აი ესეთი გამოქლიავებული განსაკუთრებით ოპოზიცია როგორ არის, რომ ამას როგორ ვერ ხვდებით, რომ ეს არის საჩუქარს უკეთებს ახლა მთავრობა პატრიარქს, ესე იგი, რომ პატრიარქმა შეიწყალოს რამხელა ეგეთ მსუქან ლუკმას უდებს პირში რა პატრიარქს, რომ შეიწყალებს და მე ხალხი იტყვის, რომ აი რა პატრიარქი ყავს გათამაშებული თამაში და მე პატრიარქი ამათ გაუგორებს მილიონ საქმეებს, რაც საჭიროა. შეიძლება კონკრეტულადაც არის უკვე გარიგება გაკეთებული, ამან ეხლავე რა უნდა დაუბრუნოს მე უკან. იმიტომ რომ ეხლა რაც როდის გინახიათ ეკლესიას ფეხებზე ეკიდა ყოველთვის ყველა ჩვენი პროტესტი ყველა დროს, როცა გინდა 9 აპრილს რომ აითესა ის ილია იქიდან და შეატოვა ხალხი ამ გველეშაპ რუსეთს და კატასტროფები, ესე იგი, როდის გინახიათ ეკლესიას, კარბებს კეტავენ მარტო როცა დასდევენ პროტესტანტებს, თორემ გადარჩეს ხალხი იმისთვის არ უშვებენ ეკლესიებში. ესე იგი, ფეხებზე კიდიხართ, ეზიზღებით ყველანი თქვენ და ეზიზღებათ ის ვინ ზის ახლა ციხეში რა შეწყალებაზეა ლაპარაკი, ეს არის მსუქანი ლუკმა. ჯერ ერთი მერე ეს ივანიშვილი და მაგის შტერი მთავრობა იტყვიან რომ აი გაიგე მაინც შეიწყალა საქართველოს და როგორი გულუხვია და ეკლესია და მართლმადიდებლობა იმყარებენ ადგილებს, გაიგეთ ეს ამან ყველამ უნდა ილაპარაკოთ ამის შესახებ, რომ აი ესეთ ბანძგარიგებებს აკეთებენ ერთმანეთთან მთავრობა და ეკლესია. ეს არის გარიგება, ხელი ხელს ბანს, როგორ არ გესმით, აი გიჟდები რა, ერთ წამიკითხია არავისგან, კაცო ეს, როგორ, ესე იგი, აი თეთრი ძაფით არის ამოკერილი რა, კვესიტაძე მაინც თქვას, ისიც რაღაცეებს იძახის ხოლმე ზოგჯერ, ესე იგი, ნუ თუ ეს აი არ გესმით ყველას, და საზიზღრობა, აი მსუქანი ლუკმა აჩუქეს ესე და ეხა ჩაიდებს ესე ჩვენი ახალი შტერი პატრიარქი და კარგად აღეჭავს ამას და როჟას შეკერავს, ხო უჭირავს განყენებული სიფათი, ეგეთი არც ცეცხლი, არც ყინული, არცად არ იმყოფება და აი ამას ეხა ჩვენებს რომ ნახეთ რა გაუკეთა საქართველოს და რა ქართველ ახალგაზრდები შეიწყალა და ეს არის აი ეს უბანძესი ხელი ხელს ბანს მთავრობასა და მაგათ შორის გაგორებული და ამით ის სახელის დაიწერს ეგა და მე არ მიმიწვდება ხმა არავიზე, მე მიმიწვდება რაღაც არ ვიცით 200 კაცზე ხმა ამოიღეთ თქო მიხვდით რა ხდება, რატო უცბად გაიჩიტა პირველ დღეს შეწყალების თემა შემოაგდეს თო როგორ არ გესმით თო შემოგდებული თემა არის, იმიტომ რომ ჭირდებათ ეხლა და ბაღნებიც დააჭერილი არიან და ისე იმათაც გამოუშვებენ, ამითი დაიწერენ კიდე ორივე მხარე მთავრობას და ეგეთ პლუსებს, რომ ესა გაიგე, იმიტომ რომ იქ უნზრევენ მაგათ, რომ ეი რა შვებით, ეხლა ხო ხვდებით როგორ უკან მიდის ყველაფერი და ყველაფერზე მოდიან და არიქა ევროპა თურმე კაი ყოფილა და ყველაფერი თავის მოჯმულს რო ჭამენ ეხლა და აი ეხლა აი ამ პონჩი გაათამაშეს, გაიგე აჩუქეს ეს პატრიარქს და პატრიარქი ამათ დაუჭერს ხას, რომ გაიგე როგორმე ესე იგი ეხლა გამოისუფთავონ ყველაფერი. ხახნო ნუ ხართ შტერები მიხვდით რას ვამბობ, კიდევ ერთხელ მოусმინეთ ამ ვიდეოს რომ მიხვდეთ უბრალოდ ელემენტარულ რაღაცეებზე ყავხათ აი გაგიჟებული, გამოშტერებული რა.